მოგესალმებით ყველას, ვინც ხის სახლის მშენებლობით ხართ დაინტერესებული. მე მიშო, ეს ჩემი YouTube ბლოგია, ფერმა და სახლი და კონკრეტულად ეს კი არის სერიები ააშენე შენით, რომლის ფარგლებშიც თქვენთან ერთად გავდივარ ყველა იმ ეტაპს, რისგანაც შესდგება კარკასული ხის სახლის მშენებლობა. მოგეხსენებათ, რომ barn house სტილის სკანდინავიურ სახლს ვაშენებ, ახლა მივადექი იმ ეტაპს, როდესაც ეგრეთ წოდებული საიდინგი უნდა დავიწყო, ანუ ფასადის მოპირკეთება. როგორც იცით, კედლებზე განვათავსე დიფუზიური მემბრანა. მოკლედ, ეს სხვათა შორის გამომწერმაში ამჩნია და დიდი მადლობა მას ყურადღებისთვის. პირები აჯობებს, რომ ზედა იყოს გადმოდებული ქვედა ფენაზე, იმისთვის, რომ უფრო დაცული იყოს წყლისგან, ეს რა თქმა უნდა შეიცვალა და შემდეგ ამაზე წავა აი ესეთი არმირებული ძლიერი ლენტი დამატებითი დაცვისთვის და უკვე შემდეგ, როცა მომზადდება ეს ყველაფერი, მოგვიწევს უკვე ფიცრუკების დარტყმა. აი ასე წავა შიდა ფიცრები გახსოვთ კარკასის, რომ ყოველ 58 სანტიმეტრში გქონდა გაშვებული, შესაბამისად აი ამასაც ვეცდებით, რომ დაუმთხვიოთ იგივე ფიცრუკებს, რაც გქონდა შიგნით. მოკლედ, მას შემდეგ რაც აი ეს ყველაფერიც განთავსდება, ამაზე უკვე დავიტანთ ფასადს. ფასადისთვის კი ეს უკვე მე გადავწყვიტე, რომ გვერდები ჰქონდეს ხის მოპირკეთებით, ხოლო უკანა ფასადი იყოს უკანა კედელი ისევ იმავე სახურავის მასალა, აი აქ არის გამზადებული, რაც აქვს ჭერზე. ვფიქრობ, რომ ეს უფრო გაალამაზებს ჩემს სახლს, რადგანაც გაიმეორებს სახურავის ფორმებს გვერდი და უფრო მეტად მინიმალისტური და ლამაზი გამოვა. გვერდებზე ექნება ფიცრები, წინა ფასადს რაც შეეხება, იქაც რაღაც ელემენტების ჩართვას ვფიქრობ და ამას კიდევ თქვენც ნახავთ მოკლედ შემდეგ ეპიზოდებში რა და როგორ გადაწყდება. სანამ სახურავის პანელს დავამონტაჟებთ უკანა კედელზე, მანამდე აქაც იგივენაირად როგორც ხედავთ, ეს ფიცრუკები უკვე გავამზადეთ და ახლა აი ამ ფადის გაჭირვის დრო დადგა, როგორც სახურავზე თუ გახსოვთ ზემოთ, ანალოგიური შემთხვევა იქნება ქვემოდანაც, იმისთვის რომ ჩიტები არ შეფრინდნენ თუ სხვადასხვა მწერებმა და არსებებმა არ დაიბუდონ, მაქსიმალური იზოლირებისთვის აი ესე ქვემოდან აქ იქნება აკრული, რომ სახურავის მასალის შუაში და ფიცრუკებს შორის არ იყოს შესაძრომი ადგილი. მოკლედ, ჩვენი კედლების მოპირკეთების პროცესი გრძელდება. ფიცრუკები უკვე მირტყმულია ერთ გვერდზე და ესეთი პრინციპია, მოკლედ, აუცილებლად დაგჭირდება ეგრეთ წოდებული ხარეჩო. ამ შემთხვევაში დამჭირდა, რომ 4 მეტრიანი სიმაღლის ხარეჩო ამეწყო ფიცრებისგან. ეს ხარეჩოს კონსტრუქცია მიმაგრებულია სახლზე, რომ საერთოდ არ ჰქონდეს არანაირი რყევა და მშვიდად და უსაფრთხოდ ვიმუშაო სიმაღლეზე. რაც შეეხება ფიცრუკების დარტყმის და დამაგრების პრინციპს. კონტურებში
კედლის აუცილებლად უნდა იყოს დამაგრებული. ასევე იგივენაირად როგორც სახურავის შემთხვევაში მოვიქეცით, შიგნით კედლის კარკასში, როდესაც გქონდა ფიცრები, ამ კარკასს უნდა დავამაგროთ გარედან ასევე ეს ფიცრუკები. ანუ შიგნით ზუსტად იმ ფიცრებს ემთხვევა, ერთადერთი ეს ასიმეტრიული ფიცარი. ფიცრუკა ამ შემთხვევაში იმიტომ არის, რომ ცენტრში იყოს კედლის და როდესაც ხის ეგრეთ წოდებულ ლამპას ავარტყავთ თელ კედელს, ცენტრის ფიცრუკა კარგად დაამაგრებს ამ ყველაფერს. ფასადის მოპირკეთებისთვის, ეგრეთ წოდებული საიდინგისთვის, გავთავაზოთ თუნუქის სახურავი კედელზეც და როგორც იცით ესე მაქვს გათვლილი პროექტში, იმისთვის რომ კონტეინერს დაემსგავსოს სახლი და გაიმეოროს ზედა სახურავის გაგრძელება კედელზეც, უკანა კედელზე უგულისხმობ. იგივე პრინციპს ვიმეორებთ როგორც ზემოთ სახურავზე, ანუ ისევე როგორც ვერტიკალურად, ჰორიზონტალურადაც უნდა გავუშვათ ფიცრუკები, ეგრეთ წოდებული რეიკები და დავტოვოთ თუნუქს სავენტილაციო შრე. მოკლედ უკვე მე რამდენიც შემოგვაღამდა მუშაობის დროს, მაგრამ ღამე და მომბნელებულზე მუშაობაც უკვე აღარ მაშინებს, როგორც იცით, წინა სერიაშიც გიყვებოდით EcoFlow-ს აი ამ ელექტროსადგურზე, რომელიც ძალიან დიდ დახმარებას მიწევს და ეხლა გაჩვენებთ როგორ მაქვს მთელი სახლი გარედანაც პერიმეტრი განათებული, იმისთვის რომ ყველაფერს ხედავდე იდეალურად და სიბნელე არ იყოს დაბრკოლება. როგორც ხედავთ, მთელი სახლის პერიმეტრი სამუშაო ადგილი განათებულია და არა მარტო განათებისთვის, ასევე ელექტროინსტრუმენტების დასამუხტათაც, რომელიც ელემენტებზე მუშაობს, იდეალურია EcoFlow-ს ეს მოდელი. ბევრი მეკითხებით თუ სად შევიძინე, მე კოპტერტაკში ვიყიდე. და ეხლა როგორც ვიცი, აქციაშია ეს მოდელი, თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ ძალიან კომფორტული მოწყობილობაა და სამუშაოების მიმდინარეობისას არც სიბნელე შექმნის პრობლემას და არც ელექტროენერგიის წვეტა, რადგანაც თუ კი ჯდება რომელიმე ელემენტი ვაერთებ, მე შემდეგს ვიღებ და ასე შემდეგ დღის მანძილზე, დღეღამის მანძილზე, მოკლედ უწყვეტად გვამუშავებს ეს მოწყობილობა. მოკლედ ესე გამოიყურება უკვე დასრულებული უკანა კედლის ფასადი, რომელშიც მერე უნდა ამოვჭრა პატარა სარკმელი, მაგრამ არ შეუშლის იმას, რომ უკვე მზად არის. აი, ასეთია, იმეორებს ზუსტად სახურავის გაგრძელებას და ძალიან ლამაზი იქნება, დარწმუნებული ვარ, უფრო დღე. ესეც დღის სინათლე. და მინდა გაჩვენოთ უკვე დღე თუ როგორ გამოიყურება ჩვენი უკანა კედლის ფასადი, როგორც ხედავთ, სახურავის თუნუქის ზუსტი გაგრძელება კედელიც ესე დამშვენდა მოკლედ სახლის ფასადი, წინა ფასადი როგორც უკვე გიყვებოდით მომზადებულია იმისთვის რომ აერტყას და მიმაგრდეს წინიდან ფიცრები, ხარაჩოც გამზადებულია საამისოდ და აქაც შემდეგში სანამ ფიცრებს მივარტყავთ, აი აქაც უნდა გამოვჭრა დიდი ფანჯრის ადგილი, რომელიც დაამშვენებს სახლის სამზარეულოს იმისთვის რომ სახლი მეტად ნათელი იყოს და მეტი სინათლე შევიდეს. მოკლედ აი აქ იქნება ესეთი გრძელი ფორმის დიდი ფანჯარა. რაც შეეხება ფასადს, ფასადიც განვიხილოთ, რომ ნახოთ ახლა როგორია, იმისთვის რომ თვალსაჩინო იყოს შემდეგში მისი ცვლილებაც. ფასადზე OSB ფილებია ამ წუთას გაკრული.
შემდეგში აქაც აუცილებლად ფიცრუკები მოეწყობა იმისთვის რომ აქაც მიმაგრდეს ფიცრები და იმ დიდ ვიტრაჟებს ასევე ვაპირებ რომ დაუმაგრო ესეთი დიდი გასაგორებელი დარაბები. Ფიქრობ რომ ძალიან მოუხდება, ძალიან უცხო და ლამაზი იქნება ჩემი აზრით. ზემოთ დასასრულებელი მაქვს საწვიმარი ღარის მოწყობა. ეს დროის ამბავია და შემდეგ უკვე აივნის იატაკი იქნება მოსაწყობი. აივანს ვაპირებ რომ დავტოვო ღიად, რაც იმას ნიშნავს რომ მოაჯირი არ ექნება, იმიტომ რომ როგორც ხედავთ დაბალზეა და აქედან პირდაპირად შეიძლება ესე პირდაპირ საძინებლიდან წამომდგარი ადამიანი რომ ეზოში ნებისმიერი წერტილიდან გამოიქცეს ცხრიან ბალახზე თუ მომდება ფეხში შორის ირველი. მოკლედ აი ესეთი კონდიცია ამ ეტაპზე ჩვენი სახლის.